ტრამპი დაბრუნდა შეერთებულ შტატებში, ჩინეთი კი გაბრაზებული დატოვა. პარასკევს 2026 წლის 15 მაისს, მაშინ როცა მედიის ნაწილი ამ შეხვედრას ბიზნესზე საუბრად მიიჩნევდა, ტრამპი მაგიდიდან გაცილებით დიდი სიურპრიზით წამოდგა. პეკინი იძულებული გახდა დისტანცია დაეჭირა თეირანისგან, მხარი დაეჭირა ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნისთვის და დაეპირდა, რომ ირანის რეჟიმისთვის სამხედრო აღჭურვილობას არ გაგზავნიდა. და ასევე გაეზარდა ამერიკული ნავთობის თხევადი ბუნებრივი აირის, სოიოსა და 200 ბოინგის თვითმფრინავის შესყიდვები შეერთებული შტატებიდან. ეს ცვლილება ძალიან მკვეთრია, რადგან ჩინეთი ირანისთვის ეკონომიკურ გადარჩენად მიიჩნეოდა, განსაკუთრებით იმ დროს, როცა თეირანს ყველაზე მეტად სჭირდებოდა მხარდაჭერა. ტრამპმა ჩინეთის ენერგეტიკულ, სავაჭრო და საზღვაო სტაბილურობაზე დამოკიდებულება მოლაპარაკებების ცენტრში დააყენა და სი ძინპინი აიძულა არჩევანი გაეკეთებინა ირანის დაცვასა და საკუთარი ჩინეთის ეკონომიკის დაცვას შორის. ამასაც მალე მოგიყვები. მაგრამ ეხლა მოგინდება რომ არხი გამოიწერო, რომ კარგად ინფორმირებული დარჩე. ინფორმაცია რეალურ დროში, საუკეთესო ჟურნალისტური ხარისხით, რაც კი ოდესმე გინახავს მილსონ ალვისის სანდოობის სტანდარტით. ტრამპმა მაგიდაზე დადო ის, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია. ირანი, ენერგია, ჰორმუზი, სანქციები, ნავთობი და ამერიკული ინდუსტრიული ძალა. Associated Press-ის მიხედვით ტრამპმა განაცხადა Air Force One-ში, რომ ჩინეთი იყიდიდა 200 ბოინგის თვითმფრინავს. არსებობს შესაძლებლობა, რომ შეთანხმება კიდევ უფრო გაიზარდოს. თუმცა თეთრ სახსა და თვითონ ბოინგს ჯერ არ გაურცელებიათ გარიგების სრული დეტალები. საჯარო მხარემ აჩვენა ცერემონია, ხელის ჩამორთმევა და თანამშრომლობის შესახებ სიტყვა, მაგრამ რაც შემდეგ მოხდა, ბევრად უფრო მკაცრი იყო. ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ CM დაჰპირდა ირანისთვის სამხედრო აღჭურვილობას არ მიაწვდიდა. განცხადება დააფიქსირა Guardian-მა, რომელმაც აღნიშნა, რომ ტრამპის თქმით, სისგან ამ მიმართულებით მტკიცე დაპირება მოისმინა. მაშინაც კი, როცა ამერიკული დაზვერვის ცნობები არსებობს ჩინელ მწარმოებლებსა და თეირანს შორის შესაძლო მოლაპარაკებების შესახებ. ეს არის ის მომენტი, რომელიც მოგზაურობას პეკინისთვის პოლიტიკურ მახედ აქცევს. ჩინეთს მხოლოდ ვაჭრობაზე საუბარი არ სჭირდებოდა. ის დადგა უსიამოვნო კითხვასთან პირისპირ. დარჩება ირანთან ბოლომდე. თუ შეინარჩუნებს საკუთარ ენერგომომარაგებას და ბიზნესს შეერთებულ შტატებთან. ვაჭრობის ნაწილმა კიდევ უფრო გააძლიერა ზეწოლა. დონალდ ტრამპმა Air Force One-ში განაცხადა, რომ ჩინეთი შეიძენდა 200 თვითმფრინავს, ხოლო შეკვეთის გაზრდის შესაძლებლობა 750 თვითმფრინავამდეა. Associated Press-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ თეთრ სახლს ჯერ არ გამოუქვეყნებია შეთანხმების ყველა დეტალი და თავად Boeing-ს ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია. მაგრამ აღნიშნა, რომ ეს იქნებოდა კომპანიის პირველი დიდი გაყიდვა ჩინეთისთვის, თითქმის 10 წლეულის განმავლობაში. ეს მაშინვე ხდება პოლიტიკური იარაღი, ამერიკული სამუშაო ადგილები, ამერიკული ინდუსტრია და პეკინი, რომელსაც უწევს გზა დაუთმოს პოლიტიკის ძლიერ სიმბოლოს. Reuters-მაც გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტრამპმა სი ძინპინთან განიხილა შესაძლებლობა შეეჩერებინა სანქციები იმ ჩინური კომპანიებისთვის, რომლებიც ირანულ ნავთობს ხიდულობენ. ეს საკითხი აჩვენებს მოლაპარაკების ყველაზე ცივ ნაწილს. ვაშინგტონმა დაასაჯა ჩინური ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები ირანული ნავთობის შეძენის გამო, მათ შორის ჰენგლი პეტროქემიკალი, რომელიც ჩინეთის ერთ-ერთი უდიდესი კერძო ნავთობგადამამუშავებელია. შეხვედრის შემდეგ ტრამპმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მიიღებდა, ანუ მან პეკინში წაიღო ზეწოლისა და ჯილდოს კომბინაცია. თუ ჩინეთი ირანის გაკონტროლებაში დაეხმარება, შესაძლოა შეღავათი მიიღოს. თუ თეირანის ხრის მხარდაჭერას გააგრძელებს, სანქციების სიმძიმეს კვლავ იგრძნობს. ტრამპის განსაკუთრებული სიურპრიზი იყო ჩინეთის დამოკიდებულების მოლაპარაკების იარაღად გამოყენება. პეკინი ყიდულობს ენერგიას, მას სჭირდება სტაბილურობა სპარსეთის ყურეში და იცის, რომ ჰორმუზში ნებისმიერი ხანგრძლივი კრიზისი გავლენას ახდენს სატვირთო გადასახადებზე, საზღვაო დაზღვევაზე, ქარხნებზე, ტრანსპორტზე და ინფლაციაზე. ჩინამ უნდა გამოთვალოს ამ წინააღმდეგობის რეალური ღირებულება. ტრამპმა სწორედ ამ ტკივილის წერტილი გამოიყენა. მან მხოლოდ ის არ სთხოვა სიეს, რომ დახმარებოდა, მან სის დაანახვა, რომ ირანის კრიზისი პეკინსაც უყენებს ფასს. იმ დროს, როცა ტრამპი ამერიკაში ბრუნდებოდა, ირანზე ზეწოლა სხვა ფრონტზეც იზრდებოდა. ამერიკის ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ ჰამასი, ჰეზბოლა და ჰუთები ირანული იარაღის მიწოდებისა და მხარდაჭერის გარეშე დარჩნენ ოპერაცია Epic Fury-ის გამო. ადმირალმა ბრედ კუპერმა თქვა, რომ ირანი 10 წლეულების განმავლობაში მილიარდებს ხარჯავდა მოკავშირე ჯგუფების ასაიარაღებლად, მაგრამ ეს საფრთხე მნიშვნელოვნად შემცირდა.
ეს ემთხვევა პეკინში მიმდინარე დიპლომატიურ მანევრს. მაშინ როცა ჩინეთზე ზემოდან ახდენენ ზეწოლას, თეირანის რეგიონული განშტოებები ქვემოდან დასუსტებულად ჩანს. ამ კრიზისის ადამიანური ფასიც ასევე მოხდა ახალ ამბებში. გავრცელებული ინფორმაციით ოპერაცია ეპიკური რისხვის დროს 14 სამხედრო დაიღუპა, ასევე 2 ჯარისკაცი და 1 სამოქალაქო პირი პალმირაში, სირიაში. ამერიკის მთავრობა ცდილობს ეს მსხვერპლი წარმოაჩინოს, როგორც უფრო დიდი ოპერაციის ნაწილი, რომლის მიზანიც არის ირანის მხარდაჭერის ქსელის მოჭრა, შეამციროს თავდასხმები ამერიკის ძალებზე და დაიცვას მოკავშირეები ახლო აღმოსავლეთში. ვაშინგტონის გზავნილია, რომ თეირანზე ზეწოლა მხოლოდ სიტყვებით არ შემოიფარგლება. ეს ზეწოლა მოიცავდა სამხედრო ოპერაციას, სანქციებს და ახლა უკვე დიპლომატიურ იზოლაციასაც. სი ძინპინმა სცადა ტაივანი საუბრის ცენტრში მოეთავსებინა, როგორც ყოველთვის აკეთებს, როცა სურს ვაშინგტონი პეკინისთვის ყველაზე მგრძნობიარე საკითხზე შეაჩეროს. გარდიანმა აღნიშნა, რომ სი ძინპინმა გააფრთხილა დონალდ ტრამპი ამ სფეროში შეჯახებებისასა და კონფლიქტების რისკებზე და ტაივანი დაასახელა, როგორც ჩინეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად. მაგრამ დონალდ ტრამპმა არ მისცა ამ თემას შეხვედრის დომინირების საშუალება. ის შეხვედრიდან გამოვიდა და ირანზე, ჰორმუზზე, ენერგიაზე, იარაღზე და ბოინგზე ისაუბრა. პეკინისთვის ეს გამაღიზიანებელია, რადგან ჩინეთს ართმევს კომფორტულ პოზიციას, როცა შეერთებულ შტატებს პასუხს თხოვს და აკენებს იმ მდგომარეობაში, როცა თავადაც უნდა ახსნას რაღაცები. ეს ნაბიჯი პირდაპირ გავლენას ახდენს ირანის რეჟიმზე. თეირანი ჩინეთზე იყო დამოკიდებული როგორც ნავთობის მყიდველზე, პოლიტიკურ პარტნიორზე და შესაძლო ბარიერზე ამერიკული ზეწოლის წინააღმდეგ. მაგრამ შეხვედრის შემდეგ დონალდ ტრამპმა დაიწყო იმის მტკიცება, რომ პეკინმაც კი ხვდება ირანს ბირთვული იარაღი არ უნდა კონდეს და ჰორმუზის სრუტე ღია უნდა დარჩეს. ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ მიიღებდა ირანის ბირთვული პროგრამის 20 წლით შეჩერებას, თუ ეს ვალდებულება რეალური იქნებოდა. ჩინეთი უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, რადგან არ სურს ირანთან ურთიერთობის გაწყვეტა, მაგრამ ასევე არ სურს გლობალური ენერგეტიკული კრიზისის ხარჯი მარტო იტვირთოს. ეს არის გარდატეხა, რომელმაც პეკინი ღირსეული გამოსავლის გარეშე დატოვა. შეერთებულ შტატებში ტრამპი თავის ამომრჩეველთან ძლიერ ნარატივს უბრუნდება. ეხლა შემდეგი ნაბიჯი სამ მიმართულებას უნდა მოიცავდეს. თეთრ სახლს შეუძლია გადაწყვიტოს, შეამსუბუქოს თუ შეინარჩუნოს სანქციები იმ ჩინურ კომპანიებზე, რომლებიც ირანულ ნავთობთან არიან დაკავშირებული. სი შეიძლება შეეცადოს თავი წარმოაჩინოს როგორც შუამავალი, რათა არ გამოჩნდეს, რომ მხოლოდ ტრამპს დაუთმო. და ირანს მოუწევს არჩევანის გაკეთება, ჰორმუზში ზეწოლის შენარჩუნებასა და უფრო რთულ მოლაპარაკებაზე დათანხმებას შორის. განსხვავება კი ისაა, რომ პეკინში ვიზიტის შემდეგ თეირანი ჩინეთს უკვე აღარ უყურებს იმავე თავდაჯერებულობით, როგორც ადრე. ტრამპი შეერთებულ შტატებში დაბრუნდა, ჩინეთი გაღიზიანებული იყო, ირანი კი უფრო იზოლირებული, ხოლო დამალული კარტი მსოფლიო ამბად იქცა. მე ვარ მილსონ ალვესი, გლობალი ინტერნაციონალისტი და ჩემი მიზანია ყოველდღე მოგაწოდოს სიმართლეზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. სიახლეების ბმულები ვიდეოს აღწერაშია. დატოვე ლაიქი ამ ვიდეოზე, გამოიწერე არხი და ბოლოს გადახედე კომენტარებს, რომ კიდევ უფრო მეტად ჩაერთო მილსონ ალვესის გლობალის საზოგადოებაში.